ჯასე მებრძოლი ჩემგან ხელმარჯვნივ თომა ჩაგელაშვილი არის 14 წლის იწონის 100 კაცო იწონის 40 კილოგრამს მისი სიმაღლეა 155 სანტიმეტრი და წარმოადგენს კლუბ დავითიანს მებრძოლი თბილისიდან თომა ჩაგელაშვილი მეგობრებო თომას მეტოქე მებრძოლი ჩემგან ხელმარცხნივ ავთანდილ წულაია ავთო არის 13 წლის მისი სიმაღლე 152 სანტიმეტრი ავთო ასევე იწოვდის 40 კილოგრამს და იგი არის ჩხოროწყუდან ავთანდილ წულაია მეგობრებო Let's get it on! საჯმა გააცნო მათ სპორტაბრძოლის წესები და მოდი დავიწყოთ. ლევან ორივე არის პერსპექტიული მებრძოლი, აი თომას ბრძოლანა ნახიც, მაგრამ კარგი ბიჭი არის, წარმატებებს უსურვებ ორივე მებრძოლს. ნახოთ როგორ ბრძოლა შემოგთავაზებენ. გახსნა ბრძოლა ავთანდილმა ძალიან აგრესიულად. ნახოთ როგორ უპასუხებს ამ ყველაფერს თომა. კარგი პასუხი იყო ახლა ლოუქის. უტევს ავთანდილი ძალიან აგრესიულად გაუტარა კიდევაც რამდენიმე დარტყმა, სერიებით მუშაობს. თუმცა არ დააყუნა პასუხი თომასგანაც. ახალი ტემპი გვაქვს ხა ავთანდილის. კარგი პასუხი თომასგან. მოუქიქებზე ემუშავება კარგად თომა. კარგი მავაში გაუტარა ახლა თომამ. აი სტილისტიკური ბრძოლაც არის, ერთი სერიებით მუშაობს ახლოს, მეორე შორიდან. მეორე ნომერი. ეს კიდევ ავთანდილი უფრო სერიებით მუშაობს აგრესიულ სტილში. ოპა, ძლიერი და კარგი დარტყმა გაუტარა ახლა ავთანდილმა. ახლა აპლოდისმენტები ამ უტევს ავთანდილი კარგად და აგრესიულად. თომა ძირითადად შემხოდ დარტყმებზე მუშაობს. ბოლო 10 წამი. ბოლო 10 წამი ტემპი აუწიეს მებრძოლებმა. დასრულდა პირველი რაუნდი. კარგი რაუნდი. ცეცხლოვანი რაუნდი ვიხილეთ. ამასაკის ბიჭების გამართვა ძალიან ბევრი არის და ასაფასებელი. ეთყობათ რომ შეერი ბიჭები არიან და მაქსიმალურად საკეთებენ ბიჭების ასეთი თავდადება აპლოდისმენტები მათ ასაკში მით უმეტეს დიდი მოტივაცია თქვენი ოვაციები ყველაფერს აკეთებენ რომ თავი გამოიჩინონ და მართლა ცეცხლი დაატოვონ ივენზე. ნახოთ აბა რა სიტყვის კუთხე და რა შეძლია მებრძოლები. შეგახსენებთ რომ იუვენტის პარტნიორები გახლავთ აფხაზეთის მეომართა კავშირი და ალფა გრინი.
რაუნდი, ვნახოთ რა შეცვლიან ახლა მებრძოლები. და ახლა კარგი inside low-ი გავიშვა ახლა თომამ. მაგრამ ავთანდილი როგორც ყოველთვის აგრესიულად იწყებს, ისევ სერიული დარტყმებით. აფრთხილება მისცა საჭმა ავთანდილს. გაცვლებში არიან ახლა მებრძოლები. კროსი დაახვედრა ავთანდილმა. და ცდილობს რომ მოწინააღმდეგე ყავდეს წლეხში. ხო, ცენტრის აკავებას ცდილობს ავთანდილი. კარგია, კარგად მუშაობს თომა ფეხებში. აი კლინჩი მუშაობენ ახლა. აი ძალიან კარგი გაცვლები იყო ახლა თომასგან. თომა კარგად იყენებს შიდა low-kicks. რა თქმა უნდა. აგია წლეხში ყავს ავთანდილს. ავთანი წლეხში ყავს, ხოლო თომა კი შემხვედ დარტყმებზე მუშაობს, ასაც ხედავთ. ახლა ტრიალში სადა ფეხის დარტყმა. წავიდა 10 წამი. კარგი მავაში იყო, გაატარა ძალა და გაუგალოდა. გაატარა უავსებით ავთანდილმა, თუმცა არ იყო ის ძლიერი დარტყმა. ამ რაუნდში შედარებით ნაკლები იყო ტემპი მეორე მონაკვეთში. და თავისთავად ეს ბევრი ენერგიას მოითხოვს. ნოა თან ასეთ აქტიურ ბრძოლაში. რა ვნახოთ როგორ აღიდგენენ მებრძოლები თავს. ბრძოლა ისე მიმდინარეობს, ეს მესამე რაუნდი ჩემი აზრით ყველაფერს იტყვის. კი, ყველაზე მთავარია მესამე რაუნდში როგორ ფორმაში იქნებიან მებრძოლები და როგორ მოახერხებენ აღდგენას და ვნახოთ რა არჩევადარებებსაც მიიღებენ სულთნელებისგან. ძალიან კარგი მომენტები ჰქონდათ ორივე მებრძოლებს, როგორც ხედავთ. აი ჩემი აზრით თომა შედარებით უკეთესად იბრძვის ფეხით. და ავთანდილი ხელი. ხო, სერიულად მუშაობს. თომა მეორე ნომერი. წავიდა მესამე რაუნდი. ისევ სერიული დარტყმებით მუშაობს თომა, ცდილობს რომ კუთხესთან მიიმწყდიოს. ოპა! კარგი. კარგი მომენტი იყო ორივე მებრძოლისგან. კარგი გაცვლები იყო ახლა ორივე მებრძოლებისგან. კარგად ურტყამს თომა ფეხებს, low-kicks. ნამდვილად კარგად მუშაობს. მესამე რაუნდის მიუხედავად მაინც აქტიური ბრძოლა მიდის. კლინჩი ახლა მუხროს მუშაობენ მებრძოლები. კარგი მარჯვენა ახლა ავთანდილისგან. მარჯვენა კროსი. აი როგორც ვახსენეთ თომა ძალიან კარგად ხმარობს. კიდევ კარგი კროსი. და ნამდვილად შესანიშნავი გაცვლები ახლა ორივე მებრძოლისგან. ნაიგერი შეახვედრა ახლა თავში. თომამ ორივე მებრძოლი დაღლილია, მაგრამ მაინც სერიებით მუშაობენ. კარგი ჯუდანი გაუტარა ახლა თომამ. ანში ჩემი აზრით ძალიან თანაბარი ბრძოლა არის, რასაც ვაკვირდებით ორივე მებრძოლი ნამდვილად თავს არ უტებს. ბოლომდე საზოგავენ ბიჭები ნახეთ. წავიდა 10 წამი.
აქაც ბევრი რაღაცა დამტკიცდება და აქტიურად იბრძვიან. გასულა ბრძოლა ნამდვილად თავდაუზოგავად იშრომა ორივე მებრძოლმა ძალიან ეფექტურად გახსნეს ბიჭებმა პირველი ბრძოლა და ჩვენი საგამ. ეს ხოლმე დასაწყისია მეგობრებო. აი when ნახავთ გამორჩეულ მომენტებს ორივე მებრძოლისგან ნახოთ აბა საჯები რა გადაწყვეტილებას მეგობრებო, გთხოვთ, აპლოდისმენტებით დავაჯილდოვოთ. ბიჭების თავდადება ამ ბრძოლაში. ხო, კიდევ ერთხელ, გავავხნელოთ ბიჭები აპლოდისმენტები. აი ასე. მებრძოლებს ვთხოვ, ვიბრძანდეთ საჭთან და გავარკვიოთ თუ რა დაითვალეს საჯებმა. მაშ ასე მეგობრებო, ამ ბრძოლაში საჯების გადაწყვეტილებით გამარჯვებულია ყველას მიგდებ თომა შაგელაშვილი თომა ჩაგიკასეს ვიულოცოთ თომას გამარჯვება ორივე მებრძოლმა ძალიან მაგარი ბრძოლა შემოთავაზეს თომა 2-20 სიტყვა დაგვითმე პირველ ბრძოლისთვის როგორი კმაყოფილი ხარ დღევანდელი შენი გამოსვლით მეტოქეზე რა სიტყვი და ვისი დამსახურება ასეთ ფორმაში რო გამარჯობათ მეგობრებო, მე ვარ თომა ჩაგელიშვილი და ჩემი ბრძოლის კმაყოფილი არ ვარ. ამ ბრძოლას მიუძღინ ჩემს მასწავლებელს მამუკა შონიას. თომა, რავი, რატო არ ხარ კმაყოფილი? ჩვენ კმაყოფილები დაგტოვე ამ სანახაობით, რაც შენ აქ დაგვიდე. და ეს აპლოდისმენტები შენია. მიულოცოთ თომას გამარჯვება და გავაცილოთ აპლოდისმენტები.